დიდება იესოს. ფილიპელთა 1:3. პავლე მოციქული წერს ფილიპელებს. მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს ყოველ თქვენგანის გახსენებაზე. პავლე მოციქული არის ამ დროს ციხეში და ეს ციხე არის დაახლოებით 1000 კილომეტრით დაშორებული, ის არის რომში. და მას აქვს სიმძიმეები გულში ზოგიერთ ეკლესიას და ზოგიერთ მორწმუნეებზე, მაგრამ როდესაც გაიხსენებს ფილიპელთა ეკლესიას, გულზე მოეშვება და სიხარულით ივსება. იცით ძვირფასებო, მე და პასტორი ნინო ზოგჯერ ვსაუბრობთ თქვენზე, მოგვეშვება რა კარგი ხალხია, რა ძვირფასი ხალხია ჩვენ შორის, რა ძვირფასი დები და ძმები მყავს, რა კარგი ეკლესია, რა ბედნიერი ვარ, რომ ამ ეკლესიაში მოვხდი. რომ ამ ეკლესიაში ვარ მეთქი და იმასაც ვფიქრობდი, რა ბედნიერი არის ეს ხალხი, რომ ჩემნაირი პასტორი ყავს თქო. დიდება იესოს, დიდება ჩვენ ძვირფას უფალს, დიდება ღმერთს, თქვენ ნამდვილად ძვირფასი ხალხი ხართ და როდესაც მახსენდებით ყოველთვის ძვირფასებო, მეც სიხარული შემომდის ჩემში, თითოეულ თქვენთაგანს, თქვენი ძვირფასი თვისებებით. და პავლე მოციქულიც ასე იყო, რომ ფილიპელი, ვოიმე რა ძვირფასი ხალხია, როგორი კარგი ხალხია. ფილიპელთა პირველის 4-დან 6-ის ჩათვლით. ყოველ ჩემს ვედრებაში, პავლე მოციქული ამბობს, სიხარულით ვლოცულობ ყოველი თქვენგანისათვის, სახარებაში თქვენი თანამონაწილეობისათვის პირველი დღედან აქამდე. პავლე მოციქული, ძვირფასებო, წერილები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პირადი ცხოვრებისათვის. რომ ჩვენც გავიგოთ და ვემსგავსოთ იმას, რაც ღმერთისაგან არის. და პავლე მოციქული ახლა არის ციხეში და ციხეში საერთოდ ბევრი დრო გაქვს. შეგიძლია იკითხო, შეგიძლია დაისვენო, წამოწვი, ადგე, მოწყვეტილი ხარ სამყაროს. პავლე მოციქული ლოცულობდა. ის ლოცულობდა ბევრ ეკლესიაზე, მაგრამ როდესაც მივიდოდა ფილიპეს, როდესაც ფილიპელთა ეკლესია გაახსენდებოდა და ის ლოცულობდა სიხარულით. რა უხაროდა, რომ ასეთი კარგი ხალხია და ასე უერთგულა ღმერთს. როდესაც გალატელებზე ფიქრობდა, ესე იგი თავით ტკივდებოდა. როგორ მოეხერხებინა, რომ ეს ხალხი, რომლებიც გადავიდნენ სხვა სახარებაზე, რა დაემართათ, იმას რა დაემართა, ამას რა და იმა რატო უთხრა, რატო იჭოვრავეს, ჩემზე ამას ლაპარაკობენ, რატო უნდა ლაპარაკობდნენ, რომ მე მოციქული არა ვარ, ხო ამდენი, ესე იგი ქრისტე გამოისახა თქვენში, მაგრამ და ძალიან ბევრს განიცდი და ფიქრობდა, ის შეცდომა ხო არ დაუშვი, იმას ისე ხო უთხარი, იმიტომ ხო არა, მაგრამ როდესაც ფილიპელებზე ფიქრობდა, გულღია ხალხი, ძალიან ესე იგი ყველანაირად არავინ არ მიიღეს, რომელიც არასწორი სწავლებით იყოს, არავის არ დაუჯერეს, ამიტომ სიხარულით ვლოცულობ, თავისუფლად ვლოცულობ, ყოველი თქვენგანისათვის ის პირადად იცნობდა ადამიანებს და ამბობს, სახარებაში თქვენი თანამონაწილეობისათვის პირველი დღიდან აქამდე. იცით ძვირფასებო, როდესაც ამას ვკითხულობდი, ღმერთს ვეუბნებოდი, მადლობთ უფალო, რომ მე შემიძლია ვიჯდე და ღმერთის სიტყვიდან გამოცხადებები მივიღო. იცით ძვირფასებო, თქვენი თანამონაწილეობა
არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რომ ჩვენ აქ იცით ახლა ჩვენ რო გვაქვს ასეთი ეკლესია ეს ყველაფერი რაც გვაქვს ახლა უყურებდი და ლამაზი ეკრანი გვაქვს, პროექტორი გვაქვს, ეს ყველაფერი გვაქვს, სკამები გვაქვს, ლამაზი სისუფთავე გვაქვს, ყველაფერი, ხო? დღეს უთხარი დას რომ ხელსახოცები გვითავდება, ფული აიღე იყიდე და მოიტანე 2 ცალი ხელსახოცი, ხო? და ეს ისე კი არა რომ აიმე არ ეწყინოს ეხლა რომ დავავალე, არ იფიქროს ეხლა რომ ესე იგი თვითონ რატო არ მიდის მაღაზიაში, მე უნდა გამაგზავნოს, თვითონ წავიდეს თუ კაია, ბავშვი ხო არა ვარ მისი. შეიძლება ზოგმა ასე იფიქროს ძვირფასება. მაგრამ მე ხო ვიცი რომ ის თანამონაწილეობს სახარებაში. მე რა ფული უნდა აიღოს, ის ფული რომელიც შენ დადევი და შემდეგ მე ერთმა იყიდა, მეორემ ფული დადო და მესამემ ცხვირი მოიხოცა. ხო? ნახეთ ძვირფასებო. ასევე ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ჩვენ გავალთ და ვიქადაგებთ, ხო? ჩვენ თანამონაწილე ვიქნებით ამ ყველაფერში. როდესაც თქვენ მიდიხართ, აქ ცირა და ქეთი რჩება და გვიან მიდიან ხოლმე. ყველაფერი უნდა დაითვალონ, ყველაფერი უნდა ჩაწერონ. ესე იგი იმდენი რაღაც ისინი აქვთ განყოფილებები აქვთ. ისინი ხედან და ითვლიან ყველაფერს, რომ ყველაფერი იყოს წესრიგში. ყველა ფინანსები, ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, იციან ესა. ხო? ისინი თანამონაწილეები არიან. ასევე სულ ყველანი ვის რასაც აკეთებთ, ახლა მე არ ჩამოთვლი. ყველანი ვარ თანამონაწილენი პირველი დღიდან. ახლა დაცი რამდენი ხანია ზის და ითვლის. ერთი საყვედური არ გამიგია მისგან. ხო? ანუ ამას ამბობს პავლე მოციქული, ესე იგი თავიდან ბოლომდე პირველი დღიდან აქამდე ხარ თანამონაწილენი ამ ყველაფერში. და ეს პავლესათვის იცით, ახლა გალატიის ეკლესიაში ეგრა მოციქულია. პრობლემებს უქმნიდა. არ იყო პავლე მოციქული იყო მოციქული. ქონდა ღმერთისაგან გამოცხადება, რასაც ის ამბობს მადლის შესახებ, აბა რომელ შეეძლო ეთქვა ის, რომელ შეეძლო ის გახსნა ქონოდა, რაც პავლე მოციქულს ქონდა. მაგრამ ვერ აფასებდნენ. ის ვიღაც რომ მოვიდა იერუსალიმიდან და რაღაცები დაიწყო წინა დაცვეთა, ჩვენ ასეთი ვართ, ის იერუსალიმიდან ვართ, ესე იგი ფარისევლები ვართ და ასე შემდეგ, ხო? იმათ დაუჯერა, მაგრამ ეს ეკლესია იყო შეკრული ეკლესია, თამდაბალი ეკლესია იყო. იცით ძვირფასებო, ყველა ჩვენ ვშრომობთ და ყველანი მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული, რომ ღმერთის სიტყვა გავავრცელოთ. იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის სიბნელის დამარცხება. ამიტომ პავლე მოციქულს უხარია რომ თანამონაწილე ხართ. მე ის ჩემ ბეჭებზე რაც არის და რაც დევს ჩემს ბეჭებზე, თქვენც იზიარებთ ამას და თქვენც ჩემთან ერთად იბრძვით იმ მიზნისათვის, რომელიც მე მაქვს. და დარწმუნებული ვარ, რომ ის ვინ უფალი იესო ქრისტე, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე. აქ პავლე მოციქული ამბობს, რომ ატაცებამდე, იესო ქრისტეს გამოჩენამდე და რაც თქვენში დაიწყო, ღმერთმა დაასრულებს კიდეც. ღმერთის სიტყვაში წერია, რომ იესომ ღმერთმა გვიპოვა ჩვენ. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ზოგიერთი ადამიანი რო იშვა ზეციდან და მოვიდა ეკლესიაში, შემდეგ დაივიწყა ეკლესია და ღმერთის სიტყვა. ერთი რამ ახასიათებს ბოროტს, თუ 1-2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, 6-ჯერ გააცდინე მსახურება, შემდეგ ქვეყნიერება ისე ჩაგიჭერს,
რომ აღარ გაგახსენდება არც ღმერთი და არც ეკლესია. მე არ ვამბობ იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ და ვერ ახერხებენ მოსვლას, არა. მე ვამბობ ადამიანებზე, რომელთაც შეუძლიათ მოსვლა, მაგრამ ეზარებათ მოსვლა. ან სხვა საქმე გამოუჩნდებათ ისეთი, რომელიც შეუძლიათ გადადონ, მაგრამ არ დებენ. ასეთ ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი და არა ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ზოგჯერ კვირა დღეს ვერ მოდიან, იმიტომ რომ მუშაობენ, ან რაღაც ისეთი საქმე არის, რაღაც გადაუდებელი. ამიტომ თუ შენში იწყებს, პავლე მოციქული ამბობს, რომ თქვენ ისე ხართ უფლის წინაშე, რომ დარწმუნებული ვარ, რაც დაიწყო უფალმა დაასრულებს თქვენში. ანუ ბოლომდე მიხვალ თქვენ. ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, კარგად დაუწყია, მაგრამ ვერ დაუმთავრებია. ფილიპელთა 1:7. ასეც მართებს ფიქრი ყოველ თქვენგანზე, რადგან გულში მყავხართ. ბორკილებში ვიქნები თუ სახარების დაცვასა და მის გამტკიცებაში, რადგან ყველანი ჩემი თანაზიარნი ხართ მადლში. იცით, ამ მუხლში, ეს მუხლი რო წავიკითხე იმ თარგმანში, რომელიც ჩემს კომპიუტერშია, მაშინვე არ მომეწონა ეს ბოლო ნაწილი და მაშინვე ვნახე სხვადასხვა თარგმანებში და იმ თარგმანებში არის სწორად. მე არ ვიცი თქვენს მობილურში როგორ არის და თქვენს ციკლში, მაგრამ ღმერთი პავლე მოციქული ამბობს, რომ გულში მყავხართ, ანუ სიყვარულს გამოხატავს და ბორკილებში ვიქნები თუ სახარების დაცვასა და მის გამტკიცებაში, სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩემს სიყვარულს გამოვხატავ თქვენს მიმართ. რატომ? რადგან ყველანი ჩემი თანაზიარნი ხართ მადლში. ყველანი თანაზიარნი ხართ იმ სახარებაში, რომელსაც მე ვქადაგებ, ეს არის მადლის სახარება. გალატელები იყვნენ თანაზიარნი მადლის სახარებაში, არა, ისინი ჯული და მადლი ამ სახარებაში იყვნენ. ანუ გალატელები ამბობდნენ, რომ მარტო მადლი არა, ჯულიც და რიტუალებიც. მაგრამ ფილიპელებთან ის უხაროდა პავლე მოციქულს, რომ ფილიპელები ეთანხმებოდნენ, რომ მხოლოდ მადლით რწმენით არის გადარჩენა. და არა დამატებით კიდევ საქმეებით. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ მართებს ფიქრი ყოველ თქვენთაგანზე და გულში მყავხართ, რადგან ყველანი თანაზიარნი ხართ იმ სახარების ქადაგებაში, რომლითაც მე ვქადაგებ და რომლის გამოც მაქვს დევნები. დიდება იესოს. ამიტომ ეს ფილიპელთა ეკლესია იყო თანხმედრაში იმ სახარებასთან, რომელსაც ქადაგებდა პავლე მოციქული და რომელიც ამბობდა, თუ გაქვს რწმენა იესო ქრისტეში, მაშინ რაც მოხდა გოლგოთის ჯვარზე, მაშინ ღმერთის კეთილგანწყობაა შენზე და საჩუქრად გეძლევა სრული გამართლება მამის წინაშე. დიდება იესოს. ფილიპელთა 1:8-11 წერია, ეს უხაროდა ძვირფასებო. არა მხოლოდ ის, რომ ფინანსურად მხარში ედგნენ და პასტორი დასახმარებლად გაუგზავნეს და ასე შემდეგ, არამედ უხაროდა, რომ ერთ სულში იყვნენ. ვინაიდან ღმერთია მოწმე, რომ ყველანი მიყვარხართ იესო ქრისტეს სიყვარულით და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველივე აღქმაში. მე მიყვარხარ თქვენ კიდეუბნება მათ. თქვენ სიხარულით ვივსები თქვენზე ვსროლ საუბრობ, მაგრამ ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული, ანუ თქვენი ეს სიყვარული
სიყვარული დაფუძნებული იყოს იმაზე, რომ უფრო იზრდებოდეთ შემეცნებასა და ყოველივე აღქმაში. ის აღქმაში, იმის აღქმაში, რაცაც პავლე მოციქული ქადაგებდა. უფრო მეტად გაიგოთ ეს სახარება, უფრო მეტად შეიმეცნოთ ყველაფერი. იცით ძვირფასებო, ჩვენი სიმტკიცე იმ სწავლებისა, რომელიც სწავლებითაც ვართ ჩვენ და ჩვენი სიმტკიცე იმისა, რომ არ ვეკარებით იმას, რაც წარმართული არის, დაფუძნებულია რაზე? დაფუძნებულია იმაზე კი არა, რომ პასტორი ზალი უფრო სწორი იქნებაო, დაფუძნებულია სიტყვაზე. სიტყვიდან გვაქვს გამოცხადება, სიტყვიდან გვაქვს გაგება და ზუსტად ეს დარწმუნება ჩვენ გვაძლევს ძალას, რომ წინააღმდეგეთ იმას, რაც სიბნელეა, რომელიც შეიძლება უფრო მეტად დაფინანსებულია, რომელიც მეტად პატივდებულია, რომელიც უფრო მეტად ხარდაჭერილია, მაგრამ ჩვენ რაც უფრო ვუღრმავდებით სიტყვას, მით უფრო არის ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი და მისი გამოცხადებისადმი. დიდება იესოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ცოდნა ძვირფასებო, გამოცხადებითი ცოდნა. მხოლოდ გამოცხადებითი ცოდნის საშუალებით შეიძლება წინააღმდეგე ბოროტის მზაკრულ თეორიას და ბოროტის მზაკრულ მოქმედებებს. დააგრძელებს პავლე მოციქული, რათა შეიმეცნოთ. და ეს სიტყვა, ბერძნული სიტყვა დოკიმაზო ნიშნავს, რომ გაარჩიო, აღიქვა, აი, როდესაც მეტალების პრობს აკეთებენ ხოლმე, ხო? ოქროს აქვს ხოლმე ეს პრობი, სინჯი, ხო? ოქროს აქვს ხოლმე ეს სინჯი. ანუ პავლე მოციქული ამბობს, რომ გარჩევა გჭირდებათ, ისი არ არის, იქ ზოგი იუდეველი მოდის, ზოგი წარმართი გიქადაგებს, ზოგი ესე იგი მოშურნი არის, ისი არ არის. პირველ საუკუნეში ამბობენ ხოლმე, რომ პირველ საუკუნეში იყო სიყვარული და ამიტომ ეკლესია იყო ერთიანი. რა ერთიანი იყო? ეკლესია სულ არ იყო ერთიანი. რა სიყვარული იყო, აგერ ხო უყურებ პავლე მოციქული გალატელებში რას წერს. პავლე ამბობს, რომ გარჩევა გჭირდება, როგორც პირველ საუკუნეში, დღესაც გჭირდება გარჩევა. და შეიმეცნოთ, რომ ჩაღრმავდები ღმერთში და უფალში, რომ შეიმეცნოთ საუკეთესო. რა არის საუკეთესო? წერილებში დაწერილია, რომ უკეთესი აღთქმა მოგცა ჩვენ უფალმა. ჯულზე უკეთესია, ძველ აღთქმაზე უკეთესი ახალი აღთქმა. რა არის ეს ახალი აღთქმა? შემეცნება, რომ მადლით ვართ გადარჩენილები. ამიტომ უნდა გაარჩიო, რომ უკეთესი აღიქვა და იყოთ სუფთანი, ანუ ღირსეულნი, შეუმცდარნი, ეს სიტყვა ნიშნავს ეილი კრინეის და იყოთ შეუმცდარი და შეუმცდარი ქრისტეს დღეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ძვირფასება, იცით, ზოგიერთი ახლა ფიქრობს, რომ ნუ ახლა კვირას ქადაგებას მოусმენ, მე კიდე ვიღაცას საგალობელს მოусმენ და ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი არ არის სიღრმეებში შევიდე. სიღრმეებში უნდა შეხვიდე, იმიტომ რომ გარჩევა დაგჭირდება. შენს ის მარტო პასტორი ზალი კი არ არის სასულიერო პირი, სადაც ჯარი დგას სასულიერო პირების, ჯარი. ამიტომ შენ ახლა როდეს იცით, მე ხშირად მეკითხებ, რა ვიცი, ამდენი მიმდინარეობა არისო, ამდენისაო, საიდან გავარჩიო მეო? საიდან უნდა გაარჩიო და უნდა, აბა ახლა როდესაც ცოლი მოგყავს ანთხოვდები, ამდენი კაცებია და საიდან გავარჩიო მე, რომელს უნდა გავყვე და აღარ გავთხოვდები. აღარ მოვიყვან ცოლს, ასე არის? არ არის ასე. შენ უნდა გაარჩიო, როგორ არჩევ, რომელიც შენ შინაგანად გრძნობ, რომ ის არის სწორი, იმას მიყვები. ასევე არის ღმერთის სიტყვა, შენ შინაგანად უნდა შეძლო ეს გარჩევა. ისი არ არის, რომ ეხლა ესე იგი ბიზნეს თუ დავიწყებ, ან სესხს ავიღებ, იქ მჭირდება ტვინის დაყოლება, მაგრამ ამაში არ მჭირდება ტვინის დაყოლება. როდესაც რაღაც ესე იგი რაღაც საქმეს იწყებ, სამსახურს არ კითხულობ,
რამდენია ხელფასი და რა უნდა გააკეთო, მაგრამ ადამიანები მიყვებიან ეს უმნიშვნელოა, ეს არ არის საჭირო. შენ გჭირდება ძვირფასო ადამიანო, იმიტომ რომ იმ დღეს წარსდგე ღმერთის წინაშე შეუმცდარი და სუფთა. დიდება იესოს. ამიტომ მე ძალიან მიხარია ძვირფასებო, რომ თქვენ ასეთი ერთგულები ხართ ღმერთის სიტყვის სამართლიანობის ნაყოფით აღსილნი იესო ქრისტეს მიერ ღვთის საქებრად და სადიდებლად. რომ იმ დღეს აქაც თარგმანი არ არის სწავრი სამართლიანობის ნაყოფით არა, გამართლების ნაყოფით. თმით ინგლისურში არის ეს სიტყვა, მაგრამ ქართულში სიტყვა გამართლებას თითქმის დატვირთვა აქვს დაკარგული. აი სამართლიანობის ნაყოფით რომ უთხრა, აი ესე იგი რაღაც კაი კაცი ვიყავი. კაი და სამართლიანად ვიქცეოდი. ამ სიტყვას არ აქვს დატვირთვა, არამედ გამართლების, რომელიც მადლით მიიღე შენ და ეს რწმენით მიღებული გამართლება, რომელიც გაქვს შენ და რომელიც აღქმული გაქვს, რომ ეს მადლით გაქვს, ზუსტად ამ გამართლების ნაყოფით ხართ აღსილი. ამ გამართლების რწმენას მოაქვს ნაყოფი, რომ შენ მართალი ხარ ღმერთის წინაშე და რომ შენ დადი ხარ ამითი, რომ უკვე მართალი ხარ, ამას მოაქვს ნაყოფი შენ ცხოვრებაში. იესო ქრისტე გამართლების ნაყოფით აღსილნი იესო ქრისტეს მიერ ღმერთის სადიდებლად და საქებრად და როდესაც შენ ამბობ, რომ მე საჩუქრად მაქვს გამართლება, ამით შენ უკვე ადიდებ ღმერთს იმას, ვინც მოგცა ეს საჩუქარი. მაგრამ თუ კი შენ საქმეებით ცდილობ, რომ დაიმსახურო გამართლება, მაშინ ვინ დიდდება? შენი თავი, რჯული და საქმეები. იმიტომ რომ მე მივახციე იმას, რაც მივახციე. მე რომ კარგი ვარ, იმიტომ რომ მე ასე ვიქცევი, მე ეს გავაკეთე, მე ის გავაკეთე, მე ესე იგი არ შევქმენი ისე როგორც შევქმენი, არამედ მე ვამბობ, რომ მე გავხდი წმინდანი. ჩვენ ვართ მართლები მადლით იესო ქრისტეს საშუალებით. ამიტომ ჩვენ ვადიდებთ ღმერთს, იესოს ვადიდებთ იმისათვის, რაც გააკეთა გოლგოთის ჯვარზე. აბა პასტორო ზალ, ჩვენ აღარ უნდა ვიცხოვროთ წმინდად და რაღაცა, ზუსტად ეს გაგება, რომ შენ ადიდებ ღმერთს და სამართლიანობა რომ არის შენში, ამას მოაქვს ის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობ შენ. ამას მოაქვს ნაყოფი და ის ნაყოფი არის ის, რომ მე არ ვლოთობ და არ მრუშობ. ამიტომ არის დაწერილი, რომ გამართლების მადლით გამართლებას შენში და ამ გამოცხადებას მოაქვს ნაყოფი, რომელიც არის შენი ცხოვრების სტილი. დიდება იესოს და ამით დიდდება ქრისტე, დიდება ჩვენ ძლიერ უფალს. მოდით წამოვდგეთ.